მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად იმისა და ვისაუბრებთ ამაზე, თუ რამდენად სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანას, რამდენად უკან დაგვწია, რამდენად გააუარესა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. ამის მიუხედავად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო პირველად მთელი 75 წლის განმავლობაში როგორც ჩანს ყალიბდება იმავე გზაზე, იმავე ტრაექტორიით მოძრაობაზე, რაც ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ თავის დროზე კონსტიტუციაში ჩაწერა და რისკენაც იგი მიისწრაფვის უკველაგერ 3 ათწლეულია. და ეს არის მხოლოდ კარგი და მისასალმებელი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა ეს პროცესი, რომ მიმდინარეობდეს სამეულის ფორმატში, ვინაიდან რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ერთი რამე, მაგალითები ყოველთვის უფრო ადვილია ხოლმე, ხო, ყველაზე ადვილად დასანახი და გასაგებია მაგალითებით. ზუსტად ასე შეძლეს თავის დროზე ვიშეგრადის ქვეყნებმა, ვიშეგრადის 4-მა, პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა გარღვევა პოსტსაბჭოური ცხოვრების ერთად ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ბრძოლით, ერთად მოძრაობით ისინი თანდათან ხდებოდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრები. ასე მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში, მაშინ როდესაც სამივე სახელმწიფო ერთად ერთობლივი ძალისხმევით იბრძოდა, ყველაფერში რესურსებს ინაწილებდა, ყველაფერში ერთმანეთს ეხიდებოდა, გვერდში უდგებოდა, მარტივად და ადვილად მოახერხეს შედარებით, მარტივად და ადვილად მოახერხეს ყველა ბარიერების გარღვევა და გახდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრები. პირველად ხდება ამ 3 ათწლეულის მანძილზე, როდესაც გაჩნდა შანსი, რომ კავკასიის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანაც სამმა ქვეყანამ ერთი ტრაექტორიით დაიწყო მოძრაობა და ერთი ნიშნულისკენ უფრო თამამად, უფრო მეტი რესურსებით აღჭურვილი, უფრო მეტი შესაძლებლობებით წასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ეხლა მოხდა ის ამბავი, რაც ის უბედურება, რომელიც ჩვენ გვჭირს და რომელშიც ქართულმა ოცნებამ ქართული სახელმწიფო შეიყვანა. ამიტომ ეს მაგალითები განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოჭორიშვილისგან, მიხეილ ყაველაშვილისგან, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ჰქონდათ და რაღაც ეს თქვათ ამ ტრენდის შეცვლის მოლოდინი აქვთ, მათ შორის პრემიერი საუბრობდა, რომ ტრენდის შეცვლის მოლოდინია, შეიძლება თუ არა ამ ხრივ შეიცვალოს ვითარება და საქართველოს შეერთებული შტატების ეს თქვათ ურთიერთობა რაღაც წერტილიდან დაიძრას, რომელშიც არის ის ახლა. ანუ, როცა სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდა, ეს არის პრობლემა ახლა იმის გამო, რომ ამ ტურნეში და ამ კონტექსტში არ განიხილება საქართველოს, როგორც თავად ამბობენ ეს პირები, რომლის კომენტარებიც მე ვახსენე, რომ წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭებულის რაღაც გამოსწორებას დრო უნდა, თუ რაშია პრობლემა, იმიტომ რომ თუ დემოკრატიულ უკუსლაზეა ლაპარაკი ახლა არც აზერბაიჯანი, თუ დემოკრატიის პრობლემების გამო არ არის. კარგი რამე თქვი და დიანა, შენ სწორად დაიწყე. აი ეს არის საინტერესო. ამაშია ზუსტად ამხრივ აზერბაიჯანს 100-ჯერ მეტი გამოწვევა აქვს და უკვე წლებია. მოკლედ, რის გამო არ არის საქართველოს მაინც რომ შევხედოთ და ასევე მინდა სულ და მე მოგცემ შესაძლებლობას ტრამპის ის ცნობილი ციტატა, რომელიც ამ ორ ქვეყანაზე საუბრისას თქვა, რომ პუტინი კმაყოფილი იყო, რომ მე დავასრულე ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ ეს მისი ტერიტორიაა. ნახეთ, რაღაც რუსეთის გავლენის ზონასაც თითქოს აღიარებს იქ დემოკრატიის პრობლემას, მაგრამ მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მისი ნაწილი არ არის საქართველო. მინდა რომ ფართოდ აგვიხსნათ. ხო, აქ ძალიან ბევრი რამე იყო თქვენს კითხვაში, შევეცდები რამე არ გამორჩეს, იმიტომ რომ სამივე ასპექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შუიდან დავიწყებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რაც თქვენ თქვით. და მე გასწორეთ, მაგრამ არ არის ის გასასწორებელი. იმიტომ რომ არსებობს მოლოდინები, რომელსაც სახელმწიფოები ქმნიან, არსებობს გზა, რომელსაც სახელმწიფოები გადიან, არსებობს განაცხადი, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. მე სწორედ ამ მოლოდინების გავლილი გზის და განაცხადის შესაბამისია მოთხოვნა ამ სახელმწიფოების მიმართ. ამ განაცხადის, ამ გავლილი გზის შესაბამისია დამოკიდებულება ამ სახელმწიფოების მიმართ. აზერბაიჯანს არასოდეს არ ქონია პრეტენზია იმაზე, რომ ის იყო დემოკრატიული სახელმწიფო, არც ნატოში გაწევრიანების განაცხადი გაუკეთებიათ მათ და არც ევროკავშირში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. სომხეთი დღემდე არის ევრაზიული კავშირის წევრი. ამიტომ და მიუხედავად იმისა, რა ხდება ფაშინიანის მმართველობის პირობებში და ძალიან ბევრი, ძალიან კარგი და პოზიტიური ამბები ხდება სომხეთში, ისინი ჯერ კიდევ გზაჯვარედინზე დგანან. ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი და არ აქვთ როგორც ჩანს სახელმწიფოებრივად ბოლო წერტილი დასმული იმაზე თუ საით მიდიან, ხო? ლავროვმაც თქვა ამას წინებზე, განცხადა სომხეთთან დაკავშირებით, როდესაც კითხეს პრესკონფერენციაზე, რომ ერთდროულად ევრაზიულ კავშირში და ევროკავშირში ვერ იქნებიო და გასაგებია, ხო? ეს ის შემთხვევა, როცა უნდა მას დავეთანხმოთ. ამიტომ ეს არჩევანი გასაკეთებელი აქვს სომხეთს, ეს განაცხადი გასაკეთებელი აქვს. საქართველოს განსხვავებით ამ ორი შემთხვევისგან, საქართველოს მიმართ სტანდარტი არის გაცილებით მაღალი, მოთხოვნა არის გაცილებით მაღალი. დემოკრატიიდან უკუსლაკი აღარა გვაქვს საქართველოში. რაღაცა საოცარ უმაღლესი მყინვარწვერიდან ვეშვებით უმაღლესი სიჩქარით უფსკრულისკენ. ეს არის იმ ტიპის ცვლილება ქართული სახელმწიფოს დღევანდელობაში, ქართული სახელმწიფოს ამბიციებში, რომელიც შეუძლებელს ხდის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის business as usual, ანუ ყველაფრის ჩვეულებრივად გაგრძელებას, როგორც ეს იყო მანამდე. არსებობს გადაცდომის ხარისხი, მასშტაბი. ჩვენ შეიძლება ეს არ მოგწონდეს, ჩვენ შეიძლება ამისთვის ვაკრიტიკოთ, მაგრამ არსებობს გადაცდომა, არსებობს რაღაცა ტიპის გადახვევა გზიდან და მე არსებობს რადიკალური შემოbrunება. რადიკალური შემოbrunება, რომელიც აჩვენა ქართულმა ოცნებამ, არის ორი ტიპის, ორ ჯგუფად იყოფა. ერთი ეს არის პოლიტიკის და გადაწყვეტილებების დონეზე შემოbrunება, ანუ ეს პარალელურად ვარცხები პირდაპირ ეთერში მოდის სწორედ სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის კადრები ჩვენი საუბრის პარალელურად. ჯეიდივეს და ილჰამ ალიევს ხედავთ ეთერში. და მეორე ნაწილი ეს არის უკვე პიროვნული თავდასხმები, პიროვნული შეურაცხყოფები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია, ზუსტად ის ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან მტკივნეულად იღებს ყველაფერს, რაც პიროვნულად გადის ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეხლა რა არის ამის მიზეზი? გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვით, თქვენი კითხვის პირველ ნაწილს დაუბრუნდები, ეს არის თუ არა ერთი წლის წინანდელი ამბები, ბაიდენის ადმინისტრაციის წელზე მეტი გავიდა სინამდვილეში უკვე წელიწად. წინა პროცესის ექოა თუ ახლა მიმდინარე პროცესის გაგრძელება? და ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, ოღონდ არასერიოზული პასუხი, რომელსაც ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ უკვე წელიწადნახევარი გავიდა. წელიწადნახევარი არის სრულიად ძალიან ბევრი დრო, საკმარისი დრო კი არ არის, ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ თუ კი გადაწყვეტილებები გადასასინჯი იყო და რაიმე ცვლილება აუცილებლად და სავალდებულოდ უნდა მომხდარიყო, ანუ რაღაც ისეთ იქნა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რასაც ქართული ოცნება არ იმსახურებდა, რაც ქართული ოცნებისთვის იყო აბსოლუტურად შეუსაბამო და ვიღაცა რაღაც პიროვნული ანგარიშსწორების ფაზაში იყო ამ ბიზნესმენებთან და ირაკლი კობახიძესთან, ეს აუცილებლად გასწორდებოდა. წელიწადნახევარი გავიდა, არც ერთი გზავნილი არ გაუკეთებია პრეზიდენტ ტრამპს, მარკო რუბიოს, სახელმწიფო თავდაცვის მდივანს, ანუ იმ სამ ტრადიციულ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებიდან, თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, პენტაგონს, რომლებიც იყვნენ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის ამ 3 წლების განმავლობაში აქტიურები. არავითარ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რაღაცა ბჭყალებში დაშვებულ შეცდომებთან და ამას დიდი დრო ჭირდებასთან საქმე არ გაქვს. საქმე გაქვს იმასთან, რომ საქართველოში არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მეგობრული რეჟიმი. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საზღვრელი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იმისი, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. თბილისში დღეს არ არის ხელისუფლებაში ხალხი, რომელსაც ვაშინგტონში აღიქვამენ როგორც ამერიკის მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ექნებოდათ პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები. უფრო მეტიც, თბილისში არის რეჟიმი, რომელიც არის ამერიკის მტრების მეგობარი. ამერიკის მტრების მეგობარი პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე. იქნება ეს ირანი, იქნება ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არ ვიცი შუა კორეასთან არა გვაქვს ჯერ ურთიერთობები, მაგრამ ალბათ იქაც ჩავლენ და იქაც რაღაცას გააკეთებენ. მოდი სირეხნით დავიმახსოვროთ თუ არის შესაძლებლობა პროცესი დასრულდა, როგორც ხვდები 23 თებერვალს იქნება მომდევნო პროცესი, მოусმინოთ რა კომენტარები კეთდება და აუცილებლად დაგიბრუნდებით. ხო,
რა ვიცი, ისე გაგვიწყდა სიმართლეობით. კი, ჩვენ ვლაპარაკობდით, რატომ არ არის საქართველოს დემოკრატია, იქაც სხვა თქვენ ამბობდით, რომ სხვა მოლოდინები არსებობს, სხვა დაკვეთა არსებობს, სხვადასხვა ტიპის ქვეყნების მისამართი და სწორედ აქ არის თავარი ძაღლის თავი დამარხული, როგორც ვთქვით. კი, ეს არის მთელი დემაგოგია ქართული ოცნების, რომელიც გვესმოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ევროკავშირთან მიმართებაში, სხვა შორის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, როდესაც ადარებდნენ ხოლმე საქართველოს სხვა სახელმწიფოებს და ამბობდნენ, რომ აი ორმაგი სტანდარტი, 7 მაგი სტანდარტი, არავითარი ორმაგი და 7 მაგი სტანდარტი არ არსებობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს მოლოდინები, რომელსაც შენ თავად ქმნი, ანუ სახელმწიფო თავად ქმნის და მე ამ მოლოდინის შესაბამისად გაფასებენ და ზუსტად აქედან ჩამოვარდით ჩვენ და ეს სტანდარტი, ეს მოლოდინი დავარღვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ თვითონ შევქმნით, ჩვენ დავაკაკუნეთ ყველა კარზე, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, ჩვენ ავწიეთ თამასა, რომელსაც შემდეგ ჩვენ ვითხოვდით იმ შეთანხმებების ხელმოწერას, რომლებიც ხელმოწერილი გვაქვს იმ ვალდებულებებს, თავად ვიღებდით, რომელსაც ვიღებდით და რომლის მიხედვითაც ახლა გვაფასებენ და რომლის გამოც ვართ უკიდურეს მდგომარეობაში, გვაქვს უმდაბლესი შეფასებები. მართა ქოსის სიტყვებს გავიმეორებ, როდესაც მან გითხრა ბოლო პრესკონფერენციაზე, რომ კანდიდატის სტატუსთან მხოლოდ სახელია დარჩენილი საქართველოსიო. და ეს არის ზუსტად აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ეხლა თავარი ამბავი მთელ ამ ისტორიაში, სულ რომ ძალიან მოკლედ რომ შევაფასოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში გახლავთ ის, რომ თუ კი რეალურად და როგორც ჩანს ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ამ პროექტების დაპირებების გაცემული სიტყვის შესრულება დაიწყება დერეფანთან დაკავშირებით, დაიგეგმა მე არ ვიცი ჯერ აზერბაიჯანთან დაკავშირებით რა იქნება, ალბათ დღის ბოლომდე ამას ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ სომხეთთან დაკავშირებით უკვე ვიცით, რომ უამრავი პროექტი დაიგეგმა, უზარმაზარი პროექტებზე ალაპარაკი, დაახლოებით $9 მილიარდზეა საუბარი, რომლის ინვესტირებაც მოხდება სომხეთის ეკონომიკაში, იმ მიმართულებებით და იმ დარგების მიხედვით, რაც ამ შეთანხმებებით გაიწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩდება სრულიად ახალი შესაძლებლობები, სრულიად ახალი დერეფანი სამხრეთ კავკასიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის და განსხვავებით მაგალითად ევროკავშირისგან, სადაც შეიძლება არ ვიცი, რამოდენიმე თვე გვაქვს კიდევ იმისათვის, რომ გონზე მოვეგოთ და დავბრუნდეთ ამ პროცესში. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, არ ვიცი, ალბათ კვირების და დღეების ამბავია, როდესაც ამ რუკაზე ან დავბრუნდებით, ან ვეღარ დავბრუნდებით ძალიან დიდი ხნის მანძილზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, აი განსაკუთრებით აი სემაიკონდაქტორების ბიზნესთან დაკავშირებით, რომელზეც სომხეთთან მიმართებაში შედგა შეთანხმება, რომ არასოდეს არც ერთ ვითარებაში და არც ერთ გარემოებაში არ მოხდებოდა საქართველოს რომ თავის ძველ ურთიერთობები საქართველოს რომ მოეხერხებინა და ურთიერთობები შეენარჩუნებინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელებულიყო, არც ერთ ვითარებაში არ მოხდებოდა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რაიმე სხვა მხარეს გაეხედა სამხრეთ კავკასიაში და არა საქართველოსკენ. და მე ვულოცავ სომხეთს ამას, ეს უზარმაზარი მიღწევაა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, მაგრამ ხოლმე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ და ნამდვილად გულის დაწყვეტით ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი ამერიკული ინვესტიციის მიღების სამუშაო ადგილების კვალიფიციური მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა გავუჩვით ხელიდან, მაგრამ ეს საგარეო ჩავარდნებს რაც შეეხება, ეხლა ქვეყნის შიგნით ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაცნაირად უნდათ ეს კლიმატი შეცვალონ, პოლარიზაციის დონე დაწიონ, ამას მიაწერს მაგალითად პრემიერი თავის სურვილს, რომ იყოს წარმოდგენილი დებატებში და ოპონენტებს ელაპარაკოს და პარალელურად ხედავთ იმ ტიპის პროცესებს, რომელიც დღეს იყო საბოტაჟის საქმე, რო აპოლიტიკური ლიდერი ერთად რაღაც ესეც რაღაც ჩანაფიქრი იყო ყველას ერთად მოქცევა, თქვათ ბადრი ჯაფარიძიდან სააკაშვილამდე, გიორგი ვაშაძიდან არ ვიცი, ну 8 ლიდერი იყო წარმოდგენილი მოკლედ ამ პროცესზე. ანუ ეს როგორ შეიძლება ამის მიღწევა ამ გარემოში და ამ საქმეზეც რა სიტყვა? კი, დღევანდელ ცხოვრებაში ერთი ფოტო არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო, ერთი წამის კადრი. წყვეტს ძალიან ბევრ ამის ქართული ოცნების ამოცანა, სრულიად ნათელი იყო ჩანაფიქრი, მარტივია, ელემენტარული, პრიმიტიულიც კი, რომ ერთ ფოტოში უნდა ჩატეულიყო ყველა, მიხეილ სააკაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. სამწუხაროდ მამკო ხაზარაძე არ ყავდათ თბილისში და ამ ფოტოში ვერ ჩაატიეს მათთვის სამწუხაროდ.
ეს იყო ამოცანა, ამ ამოცანას ემსახურებოდა ეს ერთიანი სასამართლო პროცესი. მაგრამ ეს მიასახარისხოვანია სინამდვილეში იმ უზარმაზარ ტრაგედიასთან, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში ტრიალებდა. ტრაგედია, რომლის მონაწილეა ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე, ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არავითარი უფლებები აღარ აქვს, როგორც ჩანს და სრულიად აყრილი აქვს პროფესიული პატივი და ღირსება, ხას უსვამას პიროვნულად მე არ ვეხები, პროფესიული პატივი და ღირსება. პროკურორი, რომელსაც აგერ ერთად უსმენდით და ვერ ახერხებს ელემენტარულად სამი ერთმანეთიდან გამომდინარე წინადადების ერთად თქმას იმისათვის, რომ ბრალი დაასაბუთოს, ან ის მაინც მოახერხოს, რომ რაღაცა არგუმენტირებული თქვას ადამიანების გასაგონად, რომ თეორიული ეჭვი მაინც გაჩნდეს, რომ იქნებ რამე დანაშაულთან მქონდა საქმე. ადამიანები ციხეში არიან ნაწილი უკვე და მეორე ნაწილს და უკან შებრუნება ემუქრება წმინდა წყლის პოლიტიკური საქმიანობის გამო, პოლიტიკური განცხადებების, პოლიტიკური სიტყვის გამოყენების, ამ გამოხატვის თავისუფლების სარგებლობის გამო. და ეს როდესაც ხდება ჩვენს თვალწინ ტელეეკრანებზე, ამის პარალელურად ეხლა რაც არ უნდა იძახოს ირაკლი კობახიძემ, რომ პოლარიზაციის შემცირება უნდა და ამ ხელა კაცი პრემიერ-მინისტრი ეთერში ჯდება რვაკასთან ერთად და დებატობს და ის სხვა რაღა გააკეთოს, ხო, ნუ ეს ძალიან სასაცილოა, რა თქმა უნდა, ეხლა 20 ჯერ რო დაჯდეს არ ვიცი ვისთანაც ჯდება იმ ხალხთან ერთად ეთერში კიდევ, ამითი არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ პოლარიზაცია მას არ აქვს, საზოგადოება გაყოფილი არ არის, ეს ტემპერატურა აწეული არ არის ხალხის ძალის და ქართული ოცნების ამომრჩეველს შორის. მათ ერთი ამომრჩეველი ყავთ, ერთი პოლიტიკური ძალა არიან, ერთად გავიდნენ არჩევნებზე და ერთიანად საქმიანობენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. იქ არ არის არც პრობლემა, არც პოლარიზაცია. პოლარიზაციის შემცირება რეალურად თუ უნდა, რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანა ამისთვის არის ის, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, მზია უნდა დაბრუნდეს სახლში და უნდა მიეცეს შესაძლებლობა ადამიანური მკურნალობის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი პოლიტპატიმარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ფაქტიურად არასრულწლოვანი ბავშვები შეიყვანეს ციხეში გამოხატვის სიტყვის თავისუფლების შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების სარგებლობის გამო და ციხეში გახდა რამოდენიმე მათგანი სრულწლოვანი. ამიტომ აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას, თუ მედია სივრცეში პოლარიზაციის შემცირებაზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედის ეთერში გურამ მაჭარაშვილთან რო დაჯდება, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ ემსახურება. მაგრამ ეთერში რა მნიშვნელობა? კი ბატონო. რა მნიშვნელობა? იქაც ხო იხსნება ახლა დებატები. კი. თქვენთან უნდა მოვიდნენ ეთერში, უნდა გაბედონ და თუ რაიმე სიმართლე აქვს და რამის თქმის თქმა უნდათ, მათ უნდა ელაპარაკონ ამომრჩეველს, რომელიც მათზე გაბრაზებულია, რომელიც მათთან ზურგი დგას, რომელიც მათ არ უსმენს და რომელიც არც რუსთავი ორს უყურებს და არც იმედს. ეს არის აქ მთავარი ამბავი. აქეთ მხარეს დღეს ოპოზიციურ ველზე ბრძოლა მიმდინარეობს იმის თაობაზე, მეც ვიყავი ამ ამბის მსხვერპლი, გემახსოვრებათ. უნდა წავიდეს თუ არა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. კი ბატონო, თქვენ ძალობა გქონდათ თავის დროზე თქვენ და ჯანელიძეს. კი, იმედზე ან რუსთავი ორზე ხა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი უცებ ერთ წუთში გეტყვით, აქეთ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. და ვიღაცები ამბობენ, რომ მიდიან და მაინც სწავლენ. აი დღეს ახლა სიკო ჯანაშიას უტევენ, იმიტომ რომ მან თქვა და მე აბსოლუტურად ვეთანხმები. არც უტევენ ასეთიც ნახე. კი, უტევენ, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანისგან ვნახე პოსტები, რომელსაც უკვე აღარ ველოდი, ვიფიქრე რომ გაიზარდეს. მე ისეთი ადამიანებისგანაც ვნახე არ შეტევა, რომლებიც შეიძლება სხვა შემთხვევაში შეუტევდნენ. კი, ეგენიც ვნახე, მაგრამ ჯერ კიდევ არიან. მე რომ ჯერ კიდევ მაინც რაციონალურები მგონია ისეთი ადამიანები, რომლებიც გულის დაწყვეტით საუბრობენ იმაზე, რომ აი ხოღონ ეს ხომ გასაგებია, რატომ მოვიყვანე ეს მაგალითად კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ ზუსტად ამაშია საქმე, რა ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მაგალითად სიკოს უტევენ, ან მე მიტევდნენ თავის დროზე, იმიტომ კი არ გვიტევდნენ, რომ დებატების წინააღმდეგი არიან, ამ პოლარიზაციის შემცირება არ უნდათ, ამ ქვეყანაში ნორმალიზაცია არ უნდათ, არა. იმიტომ რომ მათ უბრალოდ მათ ინტელექტუალურად ვერ ალაგებენ, როგორ შეიძლება ეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდეს, პოლიტიკური ოპონენტები აღარ გვაქვს დრო, ციხეში იყვნენ, ხალხს ცემდნენ და ამ დროს დებატებზე მიდიოდნენ. მაშინ, როდესაც ისინი, ვინც სიამდვილეში ამის მთავარი მიზეზი და გამომწვევი არიან, არც კი იხილავენ იმას, რომ მეორე მხარეს უნდა დაელაპარაკონ. ჩვენ რატო გვინდა იქ წასვლა, რატო გვინდოდა, რატო ვიყავით მზად?
იმიტომ რომ ვამბობდით რომ უნდა ველაპარაკოთ იმედს და რუსთავიორს, ხო? კი ბატონო, მე მახსოვს კარგად და გავიხსენე რამდენჯერმე ეს ეპიზოდი. და ესენი არც კი იხილავენ ამას რა პოლარიზაციის შემცირებაზე. ძალიან დიდი მადლობა თინა ხიდაშელს და ბოდიში იმისთვის რომ გავაწყვეტინეთ საუბარი სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ. მადლობა მაყურებელს, რომელიც გვიყურებდა, ჩვენ ხვალ შევხვდებით ისევ